ოზურგეთში ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევას, რომელშიც სუსის თანამშრომელი მონაწილეობდა, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მან სამსახურებრივი ტაბელური იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ადგილობრივი ბიზნესმენი, რომელიც დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდა, გულის შეტევით გასროლიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. უწყებაში მთავარს უთხრეს, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ. ირანში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 26 წლის ახალგაზრდას სიკვდილით დასჯა ემუქრება. ერფან სულტანი პირველი ავიზეთ საჯარო წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო უმკაცრესი განაჩენი გამოუტანეს. უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით განაჩენის აღსრულება 14 იანვარსაა დაგეგმილი. ნულოვანი ტოლერანტობა იქნება გამოვლენილი იმ პირების მიმართ, ვინც მოუწოდა და აქეზებდა მოქალაქეებს არეულობისკენ. ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლოს ხელმძღვანელი პროტესტის მონაწილეებს ემუქრება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ირწმუნება, რომ აქვთ აუდიო ჩანაწერები და კადრები, რომელიც პროტესტის მონაწილეების ტერორისტებთან კავშირს დაადასტურებს. ესტონეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე 261 რუს მებრძოლს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და ეს მხოლოდ დასაწყისია, დაწერა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.